როდესაც დააკავეს, მას არ მისცეს საშუალება, რომ დაერეკა დედასთან, რომელსაც ის უვლიდა მარტო ცხოვრობდა დედასთან ერთად და ამ 2 დღის დაკავების შემდეგ დედამისის სიტუაცია დამძიმდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა ამ ამბების შემდეგ. ამ ძიმე ისტორიის მთავარი დამნაშავე ოლიგარქის რეჟიმია, რომელმაც აქციაზე დაკავებულს არ მისცა საშუალება ლოგინად ჩავარდნილი დედისთვის იზოლატორიდან დაერეკა. 48 საათის განმავლობაში არც სხვასთან დაარეკინეს, რომ სახლში მარტო დარჩენილი დედისთვის ვინმეს მიეხედა. ამ მნიშვნელოვანი 2 დღის განმავლობაში კი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ქალი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს უმძიმესი ისტორია ერთ ადამიანს გადახდა, რომლის იდენტიფიცირებას მისივე თხოვნით არ ვასაჯარავებთ. ის და მისი იურისტები ახლა სამართლებრივ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ გააგრძელებენ. ამის პარალელურად კი უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქში ვუყურებთ განსხვავებულ ოცნებისეულ რეალობას, როგორ იცავენ და როგორ ეხმარებიან პოლიციელები სუსის მიერ მართულ ტიტუშკებს, რომლებიც თავისუფლების მოყვარე ადამიანებს ნებისმიერ სივრცეში თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან. Garbia, poliția! Acaria! Aeseni Arian! Acarian, amati! Poliția, rasobi, modice! სისტემის ამ ორმაგ სტანდარტს აფასებენ სპეციალისტები და ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დღეს აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რომელსაც აქამდე რეჟიმი ფორმალურად მაინც იცავდა. მოძალადეების დაუსჯელობის ფონზე არსებობს რეალური ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს ხელისუფლება მოქალაქეების სისასტიკით ცემაზე მწვანე შუქი აუნთო. თუ პოლიციელებმა მიიღეს ასეთი მითითება, რომ სამინისტროში უნდა გადაწყდეს ამ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების დაკავების საკითხი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს, რომ პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ აუნთო მწვანე შუქი ტიტუშკებს, რომ ისინი გააკეთებენ ხელისუფლების ბინძურ საქმეს და დარჩებიან დაუსჯელები. პოლიციას აქვს ვალდებულება, რომ რეალურ დროში აღკვეთოს ეს ძალადობა და მასზე მოახდინოს სათანადო რეაგირება. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ ვხედავთ პოლიციელების სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობას. და რა თქმა უნდა, ასეთი უმოქმედობა მიუთითებს იმაზე, რომ არაფორმალური დაჯგუფებები მოქმედებენ სახელმწიფო უწყებებთან, ან მაღალი თანამდებობის პირებთან უნისონში. ამის გამო დღეს პოლიციის იმიჯი შელახულია. ურეიტინგოდ დარჩენილი სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის მსგავსად ბოლო 20 დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც ეშინიათ სახის გამოჩენის და სპეცრაზმელების მსგავსად ისინიც ნიღბებით დადიან. მიზეზი ერთია. აქციის განმავლობაში არაერთმა ძალოვანი უწყების თანამშრომელმა იძალა და საკუთარ მოქალაქეებზე, უფრო მეტიც, სასტიკად ნაცემი ადამიანები გაძარცვა, წაართვა ტელეფონები, ლეპტოპები, ჩანთები და ხშირ შემთხვევაში იპარავდნენ დაკავებული ადამიანების ფეხსაცმელებსაც. როგორ შეიძლება რომ ისინი მივიდნენ ისეთ დონეზე, როდესაც მათ საერთოდ აღარ აქვთ ნდობა, მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი მუშაობს პოლიციის შიგნით და მეგობრებო, გაემიჯნეთ ამ ყველაფერს, არ ჩაყვეთ ქართულ ოცნებას აი ამ ჭაობში, გაემიჯნეთ, იმიტომ რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს. ამ ფონზე კი რეჟიმთან შეთანხმებით მოქმედებს სასამართლოც. მოსამართლეები მოქალაქეებს სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ. პარალელურად არალეგიტიმური ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში ოცნების დეპუტატებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეაქვს ცვლილებები, რის საფუძველზეც პოლიციელებს აძლევენ საშუალებას, რომ მოქალაქე საკუთარი სურვილისამებრ ეჭვის საფუძველზე პრევენციულად დააკავონ. მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა მოქალაქე კანონის დარღვევას. კრძალავენ აქციების დროს ნიღბებისა და ლაზერების გამოყენებასაც. ახალი ცვლილებები, რაც არის გათვალისწინებული, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მთლიანად არის იმისკენ მიმართული, რომ კიდევ უფრო მეტი ბერკეტი შეიქმნან აქციაზე მონაწილე პირების მიმართ არაკანონიერი ძალის გამოყენების. რეალურად შესაძლებლობას მისცემს სამართალდარღვევას, რომ მათი სურვილისამებრ შურიზიების მექანიზმი აამუშავონ და ნებისმიერი პირი დააკავონ ამ ნორმის საფუძველზე, რომლის მიმართაც მათ ინტერესი ექნებათ.
ქუჩაში უკვე 20 დღეა მკაფიოდ ჩანს არალეგიტიმური ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, ორი რეალობა. ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომელთა მუხტსაც ოცნება ძალისხმევის მიუხედავად ვერაფერს უხერხებს. მეორე მხარეს კი არიან სუსის მიერ მართული ტიტუშკები და მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც სისტემა მფარველობს და ადამიანების წამებისა თუ ძარცვისთვის პასუხს არ სთხოვს.